გამარჯობათ, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, გამდა ცინცაძესთან ერთად. მოგესალმებით, ეს ჩოხატაურის სათემო რადიოა. დღეს გთავაზობ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო გადაცემას. ჩემს გვერდით არიან ჩოხატაურის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრები და მოგვიყვებიან თავიანთი საქმიანობის შესახებ. მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ მოხვედით. გთხოვ პირველ რიგში გაიცნოთ ჩვენს მაყურებელს, შესაძლებელია მისი ნაწილი უკვე გიცნობდეთ, მაგრამ გავახსენოთ ვინ ხართ და რა საქმიანობთ, მოგვიყევით თქვენ შესახებ და რატომ გადაწყვიტეთ საბჭოში ჩართვა. მოგესალმებით ორი სიტყვით. მოგესალმებით, მე გახლავართ მარია მოსეფაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გუთურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საბჭოს წევრობა, ზოგადად, იმიტომ რომ საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი როლს ასრულებს როგორც ახალგაზრდების განვითარებაში, ასევე მუნიციპალურ განვითარებაშიც. მოგესალმებით, მე გახლავართ ანასტასია გაბრიძიძე, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი გუთურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ვარ ჩოხატაურის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. როგორც მარიამისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მერის მრჩეველთა საბჭოში მონაწილეობის მიღება, ასევე ჩემთვის, იმიტომ რომ აქ შესაძლოა შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ და უფრო მეტად განვითარებისკენ. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მე ვარ თორნიკე ბერიძე, ნიკომარის სახელობის ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ასევე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ორი კომიტეტის, კადრები განვითარებისა და გარემოს დაცვის კომიტეტების ხელმძღვანელი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის გამოცდილება, რაც ნიშნავს იმას, რომ იყო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი და უფრო ლიდერი. ძალიან კარგი გამოცდილება და საინტერესო უნარებიც გამივითხარა. ძალიან სასიამოვნოა. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა ზირთით გადაცემაში მოწვევისთვის. მე ვარ გაბრიელ სიხარულიძე, ბუკის ციხის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩოხატაურის ახალგაზრდული საბჭოს წევრი. მოგესალმებით, მე ვარ ანა კალანდაძე, გუთურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და ჩოხატაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი. ძალიან სასიამოვნოა. თქვენს გარდა კიდევ არის სხვა წევრებიც და ისინიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში. კი ბატონო, საბჭოს ოფიციალურად ყავს 15 აქტიური წევრი, მაგრამ მოხალისეები ყავს, მოკლედ, რომლებიც ჩვენს გახორციელებულ აქტივობებში აქტიურად ერთვებიან ხოლმე. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალაქში ეს მრჩეველთა საბჭოები და ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭო ძირითადად ფორმალურად არის შექმნილი და ძალიან მიხარია ჩოხატაურს ესეთი აქტიური ახალგაზრდები რომ ყავს. რომ დავიწყოთ თქვენი აზრით, რაში ეხმარება მრჩეველთა საბჭო, ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭო ახალგაზრდებს? რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ, შეგიძლიათ ყველამ გაგვიზიაროთ ამის შესახებ აზრი. უნიშნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც დასაწყისში ვისაუბრე, ეს არის შესაძლებლობა განივითარო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი უნარჩვევები, რასაც ხშირ შემთხვევაში საჯარო სკოლებიდან ვერ მიიღებ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობებს თავაზობთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმეთ, განვახორციელეთ, მრავალი ფესტივალი ჩავატარეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საომავლო კოლაბორაციების დაგეგმვისთვის და თქვენი უნარჩვევების განვითარებისთვის ზოგადად. შესაბამისად, ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმ მხრივაც, რომ ზოგადად საბჭო არის დამაკავშირებელი რგოლი ახალგაზრდებსა და თვითმმართველობას შორის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. როდესაც ახალგაზრდამ არ იცის ვინ მიმართოს კონკრეტული პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, შეუძლიათ მოგწერონ ჩვენს სოციალურ ქსელებზე თავიანთი იდეა ან თავიანთი პრობლემა, ჩვენ ამას რეკომენდაციების სახით გადავაქცევთ, მოკლედ და შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებთ პროექტებსა და ინიციატივებში. სოციალურ ქსელებში როგორ უნდა გიპოვოს დაინტერესებულმა პირებმა? Facebook-ზე გვაწერია ჩოხატაურის ახალგაზრდული საბჭო, Instagram-იც და TikTok-იც გვაქვს, სადაც გვაწერია ჩოხატაური Youth Advisory Council ინგლისურად ჩვეულებრივად. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გამოგიჩნდებათ აქტიური ადამიანი, რომელიც შეგეხმიანებათ. გარდა ამისა, როგორც დამხმარე საინტერესო პუნქტია ახალგაზრდებისთვის, ისევე ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ეს თემა და ყოველი თემა თუ პროექტი, რაც ჩვენთან შემოდის, მაქსიმუმად ვცდილობთ, რომ ახალგაზრდები პასუხისმგებლიანად მოვეკიდოთ თემაზე. გარდა ამისა, იმითაც აღნიშნავ, რომ ძალიან ბევრი მრჩეველთა საბჭო როგორც უკვე ახსენეთ, მაგრამ არ შემიძლია ფაქტი არ ახსენო და ამით არ ვიყოთ მოხარული ჩვენი მრჩეველთა საბჭო, რომ ჩოხატაურის მრჩეველთა საბჭო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ყოველთვის ყველასგან გამოირჩევა რაღაცით, იმიტომ რომ დღე არ გავა და კვირა არ გავა, რაღაცით არ ვიაქტიურებ და ამით არ გამოირჩევა ჩვენი თავი, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ ჩვენი მაქსიმალური მრჩეველთა საბჭოს მუშაობასა და ფუნქციონირებისათვის. რა არის თქვენი ძირითადი მისანი საბჭოში?
ზოგადად ჩვენ მთავარი მიზანი არის დავაკავშიროთ ახალგაზრდები საბჭოსთან, შემოთავაზოთ მათ ახალი შესაძლებლობები და უნარები, რომ ასე ვთქვათ, გაითავისონ ჩოხატაურის ახალგაზრდული საბჭოს შესაძლებლობა და გამოიყენონ ის თავიანთ საკეთილ დღეოდ. ძალიან კარგია. წელსასაქმიანობები განახორციელებთ. საერთნაყოფიერი იყო, ბევრი მიმართულებით ვიმუშავეთ, როგორც განათლების, ასევე სპორტის, მდგრადი განვითარების და სხვადასხვა ჭრილში ძალიან ღრმად შევედით, რაც ძალიან ამომწურავი და საინტერესო იყო იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მიიღეს მონაწილეობა და საკმაოდ მოხარულები დარჩნენ ისინი ამ ყოველივეთ. რომელ პროექტს გამოარჩევდით ან ინიციატივას, რომელიც თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო? შეიძლება ყველას გქონდეთ ცალ-ცალკე რომელიმე მათგანში გვესაუბრეთ მაგაზე. დავიწყებ მაშინ, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რომელიც ჩავატარეთ ზაფხულში, ეს იყო კვირეული, რომელიც ეხებოდა მეწარმეების განვითარებას. მოვახერხეთ მეწარმეები და ახალგაზრდები დავაკავშირეთ ერთმანეთთან, ჩავატარეთ კვირეული, შედეგადაც წარმოჩინდა მეწარმეების ეს ვთქვათ პროდუქტები, ავიჩით ესეთი მეწარმეები, რომელსაც ჩვენი აზრით ჭირდებოდა მარკეტინგის შექმნა და პოპულარიზაცია. მოვახერხეთ ეს ყველაფერი. შევატარა შემაჯამებელი ღონისძიება, გამოვლინდა გამარჯვებული საუკეთესო მარკეტინგის წარმოჩინებისთვის და დასაჭიროდა მცირედით ჩვენგან. გამოვარჩევდი ახლახან ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრებს, სპორტულ ღონისძიებებს და ასევე ინტელექტუალურ თამაშებს. ეს იყო კვირეული, სადაც ჩატარდა ფრენბურთის, ფეხბურთის და სხვადასხვა სპორტული აქტივობების შეჯიბრები. ასევე ინტელექტუალური თამაშების, როგორიც არის მაგალითად კაჰუტი, რასადროდის და გამარჯვებულებს გადავეცით სიმბოლური პრიზები და შედეგი მივიღეთ, რომ ეს იყო საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ჩართული ამაში და გაიაზრეს ჩოხატაურის ახალგაზრდული საბჭოს მნიშვნელობა და გაითავისეს თუ რა შესაძლებლობებს თავაზობს საბჭო მათ. ერთ პროექტს მეც გავიხსენებდი. ჩვენ წელს შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ჩავატარეთ ფესტივალი, რაც ძალიან დასამახსოვრებელი იყო, იმიტომ რომ ეს ფესტივალი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ეს ადამიანები ჩვენი სოციუმის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილები არიან და ესეც ძალიან დასამახსოვრებელი და იყო როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის. ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობაა ყველა და განსაკუთრებით ალბათ ეს, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება და მათ გვერდზე და საზოგადოებაში ინტეგრაცია, მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი საზოგადოებისათვის. რა არის იმ პროექტების შედეგები, რომლებიც უკვე დაასრულეთ? დასრულებულ პროექტებზე როგორ საუბრობთ? და აი რა შედეგი მიიღეთ, რა უკავშირი მიიღეთ ამ ყველაფრისგან? მთავარი შედეგი არის ის, რომ ახალგაზრდები არიან ძალიან გააქტიურებულები და ჩართულები ამ ყველაფერში, ისევე როგორც ჩვენი საბჭო. შესაბამისად უკვე ვიცით კონკრეტულად რა საჭიროებები აქვთ თუნდაც სოფლებში ან თუნდაც რაიონში და გვაწვდიან მოკლედ ხმას ეს ახალგაზრდები და ძალიან ჩართულები არიან. ძალიან სასიამოვნოა. თქვენ ხარ დაამატებდით რამეს რომელიმე პროექტიდან? ზოგადად არის იმას დავამატებდი ერთადაც, რომ ყველა პროექტის უკან დგას ბევრი მუშაობა. იმდენად ბევრს მუშაობენ ჩვენ და ჩვენი მშობლთა საბჭოს ბავშვები, რომ აი ღამეების ანეჟე გადაგვითენებია იმისთვის, რომ პროდუქტი ყოფილიყო საბოლოოდ ისეთი, რომ ყველა სოციუმზე ყოფილიყო გასვლილი და მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყავით, რაც ძალიან რთულია ჩვენ სასახლეში, იმიტომ რომ მშობლთა საბჭოს გარდა უამრავი აი სკოლა და მაგრამ მაინც ახერხები და ეს რა თქმა უნდა უდიდეს შრომაზე დაფასებას მოითხოვს შეიძლება. აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ უდიდესი შედეგია ის, რომ ახალგაზრდები ძალიან გააქტიურებულები არიან, როგორც ანამახსენა, იმ მხრივ, რომ გამოიმუშავეთ ძალიან ბევრი უნარები. აი მაგალითად ადრე თუ ისე იყო, რომ თვითონ არანაირი ინიციატივას არ იჩენდნენ და ყველაფერი ჩვენგან ხდებოდა, ახლა ძალიან გააქტიურებულები არიან და ჩვენ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ახალგაზრდა წერს კონკრეტული იდეების შესახებ, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ მომავალი სტრატეგიის დაგეგმვის დროს და ეს განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის, იმიტომ რომ მათი საჭიროებები უფრო თვალნათელი ხდება ჩვენთვის. მე მგონი ბევრ რაიონში შეშურდება თქვენაირ ახალგაზრდა მშობელთა საბჭოს წევრები. თუმეტეს როცა ხედავთ იმას, რომ როცა რაღაცას ვაკეთებთ, გვიფასდება და იგივეს ვიღებთ უკან იმ ბავშვებისგანაც, რომლებიც ხედავენ ამას. როგორ უკავშირდებით ახალგაზრდებს სოფლებში? რამდენად აქტიურია ჩოხატაურელი ახალგაზრდები? ანუ გასაგებია რაიონში შესაძლებელია უფრო მარტივად მოახდინოთ მათი მობილიზება, მაგრამ სოფლებში ცოტა, ანუ რადგან მანძილი დიდია, რთულია. მე ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერში ჩვენ ხელს გვიწყობს ის, რომ ჩვენ სხვადასხვა სკოლებიდან ასე ვთქვათ, ჩვენ სკოლაში მყოფ ახალგაზრდებს და მოსწავლეებს ძირითადად
და ჩვენს თემში ცხოვრება ახალგაზრდებს ჩვენ ვუყვებით ამ და უზიარებთ ამ ინფორმაციებს ჩოხატაურის ახალგაზრდულ საბჭოს შესახებ და ყველანაირად ვცდილობთ ჩავთოთ ჩვენ აქტივობებში თუ სხვადასხვა პროექტებში და ასე ვთქვათ ეს არის შესაძლებლობა რომ მიიღონ და ასე ვთქვათ გაიღრმაონ ცოდნა საბჭოს შესახებ. და გარდა ამისა მუნიციპალიტეტიც გვეხმარება იმაში რომ მაღალმთიან სოფლებს მიოცნოთ ხმა აი მეილების საშუალებით არის ქსელი გაკეთებული სადაც ყველა სკოლა არის თავმოყრილი რაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შედის და ერთიანი წერილის სახით იგზავნება ხოლმე ჩვენი ინიციატივების შესახებ რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობა მიეცეს ჩვენს აქტივობებში ჩართვის უშუალოდ გარდა ამისა თან განმათავებელთა ქსელის გვაქვს ჩამოყალიბებული რომელიც აერთიანებს ჩოხატაურში 80% სკოლებს სადაც ჩვენ ხელი მიგვიწვდება მოკლედ და ამ ბავშვების საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ეს ინფორმაცია გავავრცელოთ. რა არის ის ყველაზე დაბრკოლება რომელიც შეხვედრიათ მუშაობის პერიოდში? თავიდან ყველაზე დიდი დაბრკოლება რაც იყო ჩვენში ეს იყო რომ აი როგორც გაბრიელმა ახსენა სხვადასხვა სოფლის სკოლებთან თანამშრომლობთ მაგრამ განსაკუთრებით დამეთანხმებით რაც არ უნდა ეს ოთხელი შეწყობა იყოს მაინც რთულია ხო სოფლის და განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლის დაკავშირება მაგრამ საბოლოოდ ეს მოვახერხეთ მერის დახმარებით რასაც დაუკავშირეთ ყველანაირად ვეცადეთ რომ მართლაც გასულიყავით ესე ვთქვათ რაღაც გზა გვეპოვა და საბოლოოდ ყველა პრობლემა რაც აღმოფხვრადია ჩვენთვის ესე ვთქვათ მაგრამ რაღაც პრობლემები ასევე ერთ-ერთი დეზინფორმაციაც ჩვენ შესახებ იყო რომ ისინი მუშაობენ ამაში ფულს იღებდნენ ახლა არანაირად იმიტომ რომ ანუ ყველა ამბობს რომ პირიქით ჩვენ გვინდა რომ უბრალოდ დავეხმაროთ ახალგაზრდებს სწორად მიაწოდოთ ინფორმაცია და არანაირ თანხას არ ვიღებთ ამ ყველაფერში პირიქით ეს არის ჩვენი სრული სამეფო რომ რაღაც შევცვალოთ ჩოხატაურში იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით როგორც გვახსენეთ მე-11 მეათიკოსის მოსწავლეები ვართ მერიჩელთა საბჭოში და ამიტომ გვინდა რომ რაღაც დავტოვოთ ჩოხატაურში ასევე დავამატებდი იმ პრობლემას რომ ახლა კი არიან ახალგაზრდები გააქტიურებულები მაგრამ წლის დასაწყისში 2025 წლის დასაწყისში ახალგაზრდები იმის გამოსად გააქტიურებულები არ იყვნენ და შესაბამისად ძალიან გვიჭირდა ახალგაზრდების ჩართვა ამ პროცესში მაგრამ დავნერგეთ რაღაც მიმართულებები და ტექნიკები შევიმუშაოთ ეთიც გავააქტიუროთ ეს ახალგაზრდები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი საბჭოს შიდა მუშაობაში ასევე იყო ის რომ ჩვენ როგორც ბავშვებმა ახსენეს ვართ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ზოგი ახალგაზრდა პირველ ხმენაშია ზოგი მეორეში და უბრალოდ ვერ ვემთხვევით ხოლმე დროში და მოკლედ ვერ ვახერხებდით ასე ერთად რომ შეკრებილიყავით მაგრამ ეს ყველაფერიც გადავახეთ იმიტომ რომ ჩვენი ენთუზიაზმი მიზანი და ჩართულობა მოითხოვს იმას რომ ჩვენი ახალგაზრდული საბჭოს მუშაობა მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს და იმ შედეგებზე და მიზანს ვემსახურებოდეთ რაზეც ბავშვებმა უკვე ისაუბრეს. კი ბატონო ანუ რა გაინტერესებს როგორ მოხდით მრჩეველთა საბჭოში? თავიდან გავიგე ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა საბჭოს შესახებ და მაინტერესა მინდოდა მონაწილეობის მიღება თავიდან მოხალისეობრივად და შემდეგ უკვე გავხდი წევრი საბჭოს წევრი და ძირითადად ეს დამოკიდებული არის ანუ ადამიანის ბექგრაუნდზე რაში იღებს მონაწილეობას აქვს თუ არა არაფორმალური განათლების ასე რომელ რაღაც ეტაპები გავლილი ან ესწრება თუ არა სხვადასხვა შეხვედრებს როგორიც არის აი მაგალითად შეხვედრებს და ტრენინგებს არაფორმალური განათლების შესახებ რამდენად აქტიური არის ის და ჩართული საზოგადოებაში და ამ ფორმაში ავსეთ რომ მაგალითად შემდეგ განიხილეს არა ეს იყო დიახ მსგავსი რაღაც ჩატარდა შეხვედრა გავესაუბრეთ ჩოხატაურის ახალგაზრდულ საბჭოს თავმჯდომარეს მოუყევით მოკლედ გამოცდილებაზე და შემდეგ იყო ეს არჩევა ანუ გასაუბრების პროცესში ისეთი კრიტერიუმებით იყო წევრები არჩეული რაც მოითხოვს გუნდურ მუშაობას პასუხისმგებლიანობას და სხვადასხვა ისეთ რამეს რაც გუნდშია საჭირო და არა ინდივიდუალურად როცა ბავშვი ერთობა ასეთ საინტერესო და ინოვაციურ ჯგუფში როგორც ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო მას მაქსიმალურად უნდა ქონდეს გამომუშავებული ყოველივე ის დეტალი რაც ჯგუფურ მუშაობაში დასჭირდება ასევე სხვა შემთხვევაში და სხვაგვარად შეიძლება მოსწავლემ გაიგოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შესახებ რაც არის სოციალური ქსელი რაც წელან მარიამმა ახსენა შეუძლია შემოვიდეს ჩვენს გვერდზე გაიცნოს კონკრეტული ინფორმაციას და მოგწეროს შემდეგ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს გვერდზე
სადაც შეგვიძლია რომ დავუკავშირდეს ჩვენ. ასევე ერთ დავამატებდი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი მაყურებლისთვის შეიძლება იყოს ისიც, რომ ჩვენი საბჭო თებერვალში ახალი წევრების მიღებას გამოაცხადებს და შეუძლია ჩვენ მაყურებლებს რომ თავიანთი კანდიდატურა წამოაყენონ, შემდგომში გვექნება უკვე გასაუბრება და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში შეგიძლიათ რომ ჩვენი საბჭოს წევრი გახდეთ და თქვენც მიიღოთ ძალიან დიდი გამოცდილება საბჭოს წევრობით. თავარია მონდომება და სურვილი გქონდეს ახალგაზრდას რომ უფრო მეტად ჩაერთოს ამ ყველაფერში. ანუ როცა წევრად გირჩიეს, შემდეგ გქონდათ თქვენ ტრენინგი ან რაიმე შეხვედრა, რითაც უფრო მეტად გაიგეთ თქვენი ფუნქციების შესახებ. კი ბატონო, აი მე პირადად სანამ თავმჯდომარე გავხდებოდი, მანამდე ვიყავი მოხალისე, მე გავხდი წევრი, მე მოადგილე, მე თავმჯდომარე და ეს ძალიან დიდი პროცესი იყო, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ტრენინგები გავიარე, როგორ უნდა მართოს საბჭო, რომ იყოს ეფექტური ეს მმართველობა, როგორ უნდა გააქტიუროს წევრები, რომლებიც ნაკლებად არიან ჩართული საბჭოს საქმიანობებში, როგორ მივაწოდოთ ახალგაზრდებს ხმა და ძალიან ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს ადამიანი. შესაბამისად, ძალიან ბევრი პროექტები და ტრენინგები გავიარე, რის შემდეგაც გავხდი მოკლედ საბჭოს წევრი. რა მხარდაჭერა ჭირდებათ მუნიციპალიტეტიდან ან სხვა სტრუქტურებიდან? ახლანდელ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ის არის, რომ ჩვენი საბჭოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ამ შემთხვევაში არის ადგილი, რომელიც არ გაგვაჩნია. ეს გულისხმობს იმას, რომ საბჭოს ჭირდება კონკრეტული გამოყოფილი სივრცე, სადაც ჩვენ შევძლებთ ხარისხიან და პროდუქტიულად მუშაობას. ხო, აი სადაც შეიძლება და გეცოდინებათ, რომ ეს არის თქვენი სივრცე. ძალიან მნიშვნელოვანია კი ალბათ. რას გეგმავთ შემდეგ წელს? ძალიან დიდი მიზნები და გეგმები გვაქვს. სხვათა შორის ახლა ვართ 1 წლიანი სტრატეგიის გაწერის პროცესში. აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ იმ მიმართულებებზე, რომლებზეც ქრონიკემ ზემოთ ისაუბრა, უფრო გამრავალფეროვნებას გვეგმავთ, გვინდა რომ მრავალი მიმართულება მოვიწყოთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ვაპირებთ, არის რომ სტაჟირების პროგრამები დავაფუძნოთ, მოკლედ, იმიტომ რომ მიგრირებას სამწუხაროდ ძალიან გაზრდილია, შესაბამისად გვინდა რომ სტაჟირების პროგრამაში რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს, მსგავსი პრაქტიკა საბჭოს ჰქონდა დაახლოებით 2 წლის წინ, რამაც ძალიან კარგად იმუშავა, უბრალოდ ახლა გვინდა რომ გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ, ვიდრე მაშინ ვიყავით. გარდა ამისა, გვინდა რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფესტივალი და ფორუმი დავაორგანიზოთ, თანამშრომლობა გავხადოთ უფრო მასშტაბურ და საინტერესო, საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდეთ და ჩვენ გამოცდილ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავუზიაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ საბჭოს ახალგაზრდები მოსახლეობას თავაზობს ბანაკებში წასვლის შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, მერიასთან კოლაბორაციით და ჩვენ გვეგმავთ რომ მათი რიცხვი უფრო გაიზარდოს, უფრო ბევრ ადამიანს შეეძლოს ბანაკში ჩართვა და წასვლა, სადაც ძალიან დაუვიწყარ ემოციებსა და ძალიან საინტერესო მოგონებებს შეიძენენ, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო სივრცეა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა რომ ძალიან ისეთი თანამშრომლობები დავაორგანიზოთ. წინა წელს ჰქონდათ ბავშვები დაშვებული ბანაკში, რამდენი იყო? 10-15 ახალგაზრდა აუცილებლად მიდის ხოლმე ამ ბანაკებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა წელს სხვადასხვა ბავშვებს მივცეთ ამ ბანაკში წასვლის შესაძლებლობა. როგორ არჩევთ ამ ახალგაზრდებს, ვინ უნდა წავიდეს? ესეც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. სამოტივაციო წერილი არის ერთ-ერთი შესარჩევი კრიტერიუმი, რითიც მოსწავლეებს ვარჩევ. მექანიზმი აქვს ჯერჯერობით შემუშავებული, ისიც შეიძლება რომ საბჭოს ბავშვები წავიდნენ და არა მხოლოდ საბჭოს. ესეც ძალიან გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ ვისაც უკვე აქვს ბანაკში მოხვედრის შესაძლებლობა, ის ადამიანი უკვე განვითარებული ამ მხრიდან და ჩვენ გვინდა რომ ყველა ახალგაზრდას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, შესაბამისად ამ მეთოდს ვიყენებთ ყველაზე ხშირად. ან გასაკეთებელ ხოლმე ბავშვები იქ ბანაკში, ანუ რამე პროგრამებია სპეციალურად დაწერილი ტრენინგებია, რომელზე რამდენი დღეა ეს? ძალიან საინტერესოა. ინდივიდუალურია გააჩნია ბანაკს. ახალგაზრდობის სააგენტო აორგანიზებს ხოლმე ხშირად ამ ბანაკებს, როგორც არის შაურის ბანაკი, ანაკლის ბანაკი, ჯარის ბანაკი, ეს სამი ბანაკი არის განსაკუთრებულად აქტუალური, რომელიც ძალიან ბევრ მონაწილეს იტევს. ანაკლია მათ შორის, მაგრამ ბოლო წლებია სტუდენტური არის ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მიდიან ჩვენგან მოსწავლეები არ. მაგალითად 1 ან 2 წლის წინ მე ვიყავი ჯარის ბანაკში, სადაც ძალიან საინტერესო გამოცდილება შევიძინე.
იმის მიუხედავად რომ საერთოდ არ ველოდებოდი რომ იქ ასეთი სივრცე დამხვდებოდა ინდივიდუალურია ბანაკის ხანგრძლივობაც ეს ყველაფერი თითქმის ერთი კვირა გრძელდება და ძალიან საინტერესო შემუშავებული პროგრამა აქვს ამ ადამიანებს როგორც ფიზიკურ აქტივობებს ასევე შემეცნებით აქტივობებსაც გავდივართ ამ ბანაკში რა თქმა უნდა უამრავ მეგობარს ვიძენთ ძალიან საინტერესო კოლაბორაციებს გვგებთ მომავალში და რა თქმა უნდა თანამშრომლობას რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა რომ ბევრ მოგონებებს აგროვებენ აქ ადამიანები რაც არის დაუვიწყარი ემოციებით ჩამოდიან ხოლმე ბავშვები. ფიქრობ ჩოხატაურელი ახალგაზრდებისათვის ესეც დიდი мотиваცია იქნება რომ ექნება შესაძლებლობა რომ წლის ბოლოს შესაძლებელია წავიდნენ ბანაკში. მე მგონი ძალიან ბევრი ბავშვი მოგაწყდებათ. არა მარტო მოგონებები, მეგობრებიც ფერი გიქროდება, როცა უბრუნდებით უკან ხოლმე. ძალიან კარგია. თუ ახალგაზრდა სურს თქვენთან ჩართვა და ამ ინფორმაციის გაგების მერე დარწმუნებული ვარ ნამდვილად ენდობება. როგორ შეუძლია რომ ჩაერთოს თქვენ საქმიანობაში? თუნდაც მოხალისეობრივად, თუნდაც ისე როგორც წევრი ჩვენთან საბჭოს. აი ჩვენ მჭიროთ თანამშრომლობთ ახალგაზრდულ ცენტრებთან, როგორც მაგალითად სკოლები, მერია, მარიამ მაწაკანი ახსენა, მეილებით, ან თუნდაც ჩვენ სოციალური ქსელებით, სამივე პლატფორმაზე გვაქვს მაგალითად TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე. ან შეუძლიათ პირადად მოგმართონ. ასევე მარიამმა ისიც ახსენა, რომ თებერვლიდან უნდა მივიღოთ ახალგაზრდები და როგორც წევრი ახსენე, შეუძლიათ ნებისმიერი პლატფორმიდან დაგვიკავშირდეთ ან პირადად. და არ არის აუცილებელი რომ წევრი იყონ ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ დებულებაში ვიწერენ ოფიციალურად 15 წევრი უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქტივობის განხორციელების და იდეების ამოყენების უფლება ვინმეს არ აქვს. შეუძლიათ იყვნენ მოხალისეები, რომლებიც აქტიურად დაგემართებიან. წევრობა არ არის რაიმე სტატუსით. არა, ჩვენ მოხალისეობიდან დავიწყეთ ყველა ჩვენ და მე მთავარია რომ მოძრაობა ყოველთვის და არ უნდა გაჩერდეს და მიზნისკენ უნდა მიისწრაფოს და ძალიან უნდა უნდოდეს ეს ყველაფერი რომ საბოლოოდ ამ შედეგამდე. ძალიან კარგია რომ ჩვენ რაიონში ესე აქტიურად ხართ ჩართული ყველაფერში, ყველგან ხართ, ყველგან ხედავთ. აი თუ გაქვთ ურთიერთობა სხვა ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოებთან და თუ იქნება ხოლმე გაზიარება ამ გამოცდილების ან შესაძლებელია ერთი და იგივე პროექტები წარადგინოთ, ანუ ამ კუთხით. ძალიან საინტერესო საკითხია ეს გაუსვა. ჩვენ საბჭოებს გვაქვს სხვადასხვა ჩათი, სადაც უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებებს და იმ დაგროვილ ცხოდნას, რაც სხვადასხვა საბჭოებმა განიცადა. ამის შედეგად ჩვენ კოლაბორაციას ვქნით ერთმანეთთან და ერთმანეთის მინუსებს ვაქცევთ პლუსებად და ვავსებთ იმ რაღაც დეტალებს, რომლებიც სიტყვაზე სხვა საბჭოს არ აქვს, ან პირიქით ჩვენ საბჭოს არ აქვს. ეს ძალიან ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას, მათში ლიდერული ხასიათის ჩამოყალიბებას და სხვა დიდ რაღაც მნიშვნელოვან ფაქტორებზეც მოქმედებს, როგორიცაა განვითარება. კი ბატონო, ასევე ამ მიმართულებით უდიდეს როლს თამაშობს საქართველოს ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია, რომელიც ჩვენ უდიდესი მხარდაჭერია და აქედანაც უდიდეს მადლობა უნდა გადავხადოთ მათ, იმიტომ რომ მათი დამსახურება არის, რომ ჩვენ წელს ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელებთ მათი დაფინანსებით. ასე რომ ისინი ძალიან ბევრ ფორუმებს ახორციელებენ, სადაც სხვადასხვა საბჭოს დელეგატები ვართ წარმოდგენილები, უზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებას, რა პროექტები განვახორციელებთ, როგორია საბჭოს მუშაობის ტექნიკები, როგორ ვაგვარებთ სხვადასხვა პრობლემებს საბჭოებში და ეს ინფორმაციის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მათი გამოცდილება გავიზიაროთ ჩვენ და მათი რაღაც პრაქტიკები გადმოვიტანოთ ჩვენ და ჩვენი პრაქტიკები განერგონ მათ თავიანთ საბჭოებში, რომ იდეალური საბჭოს მოდული შეიქმნას მუნიციპალიტეტებში. და ეს ყველაფერი, რაც მარიამმა და ანამ ახსენა, ასე ვთქვათ, ამსვლებს იმ სტერეოტიპს, რომ საბჭოები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს არ არის ასე. რა გზავნილებს გაუგზავნიდით თქვენს მეგობრებს, ვინც კიდე ჯერ არ იცით ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს შესახებ და მათი საქმიანობის შესახებ? ანუ არ გავაგრძელებ და მოკლედ ვეთყოდი, რომ ეს ასე ვთქვათ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და გამოცდილება, რომ ჩაერთოს ჩოხატაურის ახალგაზრდულ საბჭოში და მიიღოს ეს შესანიშნავი გამოცდილება და უფრო აქტიურად იყოს ჩართული თავიანთი თემის და ჩოხატაურის განვითარებაში. ბატონო, და ახალგაზრდებს შეუქმნას სასიამოვნო ჯანსაღი გარემო, არაფორმალური რაც თავარია, იმიტომ რომ სკოლის იქეთ არის ძალიან დიდი სამყარო, რომელშიც სწორი გზა უნდა იპოვოთ და წინ წარმატებებით და გამარჯვებებით იაროთ. და ამ ყველაფერში მეუღლე დაეხმარება ჩოხატაურს. კი ბატონო, რა პრობლემას ხედავ ჩოხატაურში ახალგაზრდებისათვის? აი, რა ჭირდება ჩოხატაურში ახალგაზრდებს?
ერთ-ერთი პრობლემა რაც არის ძალიან აქტუალურია და რის აღმოფხვრას ცდილობ ვცდილობ და ამაში გვეხმარება თითქმის ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ძალიან რთულია, ეს არის სივრცის ადგილი, იმიტომ რომ ჩოხატაურო ახალგაზრდებს არ აქვს ის, რაც შეუძლიათ თავისუფლად შეიკრიბონ და ისეთი რაღაცები ჩაატარონ, როგორც ინტელექტუალური თამაშები თუ მეორეფერად შეიკრიბონ, წიგნი განიხილონ მსგავსი რაღაცები, არ არის ესეთი ადგილი. კი, ახალგაზრდა სივრცე ყოველთვის მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ ეხა ყურადღებას იმ ფაქტს განსაკუთრებით რა ვაქცია, რომ მე რჩეულთა საბჭოს ჭირდება რაღაცა სივრცე, რაღაც ბავშვი მახსენეს, მაგ სივრცის გარდა უნდა იყოს სივრცე, რაც შეიკრიბება ახალგაზრდები. და სხვა თემებზე, სხვა დროს გაატარებენ რაღაც ახალი idеების, პროექტების შექმნა აუცილებელია ჩვენთვის. თან ამ პრობლემის გადაჭრა, კიდე სხვა პრობლემის გადაჭრასაც ეხმარება, ასე ვთქვათ, რომ თუ ჩოხატაურში, ანუ რაიონში შეიქმნება ასეთი ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ასე ვთქვათ შეიკრიბონ. შეიძლება უბრალოდ იბრერონ. იცეკვონ, რაც უდათ ისაკეთონ. დიახ, მოკლედ ასე ვთქვათ შეხვედრების ადგილი არ იქნება პრობლემა სხვადასხვა სოფლებში სიარულის, აი მაგალითად ხშირად დავდგართ ხოლმე ბუთურში და ასე ვთქვათ პრობლემა არის ამ ადგილის არ ქონის შემდეგ კიდევ რასაც მოყვება არის ნაკლები ჩართულობა, რადგან ბავშვები ვერ მოდიან, ზოგს არ შეუძლია სხვადასხვა სოფელში სიარული, რადგანაც ან გზის პრობლემა არის, ან ტრანსპორტის ნამდვილად, რაც ძალიან აქტუალური პრობლემა არის და მოკლედ ამ ერთი პრობლემის აღმოფხვრას კიდევ მოყვება სხვა პრობლემების გადაჭრაც. ასევე ერთ პრობლემას დავამატები. შესაძლოა ეს ინიციატივა შემოვიდა ჩვენ სოციალურ ქსელის მეშვეობით, რაც რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ აქაც მინდა რომ გავაჟღერო. ბავშვებს აქვთ ასეთი იდეა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდეს ფრენბურთის კლუბი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ახალგაზრდების განვითარებისთვის, იმიტომ რომ მრავალი სპორტის სახეობა არის ჩოხატაურში, თუმცა ეს ჯერჯერობით არ არის და დიდი სურვილი აქვს ახალგაზრდებს, რომ ეს კლუბი ჩამოყალიბდეს. ჩვენ ეს ყველაფერი რეკომენდაციად ვაქციეთ და მოკლედ, როდესაც გვექნება ჩვენ შეხვედრა და ამ ინიციატივების წარდგენა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იქნება ეს და ორმაგად გვახარებს ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენ Facebook გვერდის საშუალებით შემოვიდა ახალგაზრდების საშუალებით. უკვე იმდენად გაძლიერდა ახალგაზრდები, რომ გენდობიან და თქვენ განდობენ მათ პრობლემებს. ბლიცი, რომელსაც მინდა ყველა თქვენგანმა გასცეს პასუხი. თქვენ ერთი სიტყვით რას ნიშნავს თქვენთვის ჩოხატაური? თუ მართლაც მითხრობს. ურთიერთობას, სიმშვიდეს, მეგობრობას, პარტნიორობას, ახალგაზრდობა თქვენთვის არის შესაძლებლობა. ახალი შესწავლის უნარი, ინოვაციურობა, პოტენციალი, განვითარება, რას არ დათმობდით არასდროს? დისციპლინას. პრინციპულობას, საკუთარ ღირსებას. სამართლიანობას. ჩემს მიზნებს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრები ყავს ჩოხატაურს, მიზანდასახულები. წარმატებებს გისურვებთ და ბევრ საინტერესო და სასარგებლო პროექტებს ჩვენი რაიონისთვის და ჩვენი ახალგაზრდებისათვის. მადლობა თქვენ რომ მოგვიწევეთ და დაინტერესდით.